მოგესალმებით ბატონები და პირადად მივაწოდეთ ხოლმე. მეგახალხო მოსამართლე საქართველოში და ბრალდებულ ზია ამაღლობელის სისხლისამართლის საქმეს, რომელსაც ბრალადება პოლიციელთა თავდასხმა პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენ განსახილველ სისხლისამართლის საქმეზე გამოცხადებული ხართ მიწვის სტატუსით. უპირველესად დავადგენ თქვენს ვინაობას, თქვენი სახელი და გვარი ბრძანეთ. დაბადების თვე, რიცხვი და წელი. დაბადებული 1999 წლის 30 კი ბატონო, საქართველოს მოქალაქე ბრძანეთ. განათლება თქვენი? კი ბატონო, ამჟამად თუ მუშაობთ და სად მუშაობთ ბატონო? მუშაობ აჯარის ეკონომიკის დეპარტამენტის სამედიცინო და ექსპერტიზის გამოფენების ექსპერტი. კი ბატონო, ბატონო, როგორც მოგახსენეთ, მოცვის სტატუსით ხარ გამოცხადებული, შესაბამისად გაგაცნობთ თქვენს როგორც მოცვის უფლებებს და მოვალეობებს. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, რასაქმესთან მიმართებით ხართ გამოცხადებული დღევანდელ სხდომაზე, გააკეთეთ განმარტება. უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენი მონაწილეობის ჩატარების სხდომისათვის, მოითხოვოთ მაშინ შენიშვნების და დამატებების შეტანა. უფლება გაქვთ არ მისცეთ დანაშაულის ჩადენაში თქვენი ან თქვენი ახლო ნათესაობის დამკვირვებელი ჩვენება. ვალდებული ხართ გამოცხადეთ სასამართლოში გამოსაქმისთანავე უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. არ დაამშრომლოთ საქმესთან დაკავშირებით გარემოებით, თქვენ ამ შესახებ გაგაფრთხილებთ სასამართლო. ამასთან გაფრთხილებთ ჩვენების მიცემაზე უგვარის მისათვის, თუ ჩვენების მიცემისათვის თქვენ დალებისრებად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. კანონი ვიდრე ჩვენებას მისცემთ, ფიცის დადების ვალდებულებას ითვალისწინებს როგორც მოგეხსენებათ, შეგიძლიათ აირჩიოთ რელიგიური ფიცი, ან რელიგიური ფიცი, ან ფიცის შემცველი დადასტურება, რომელსაც აირჩიოთ. დაიბიცეთ ყოვლის შემძე და ყოვლის მცოდნებმეტაშება მთელი შეგნებით თუნდაც მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ. თქვენ უნდა ბრძანოთ ფიცა ვერტი იყო შემფარო. ფიცა ვერტი იყო შემფარო. დამიდასტურეთ ბატონო. 1 საათი ბრალდების მხარეს პირდაპირ დაკითხვისთვის. ბატონო. მოგესალმებით ბატონო გიგი. გამარჯობა. როგორც გამარჯობა სასამართლო მოწვევით ყოველდღიურ სასამართლოს სკოლაზე მოცვის სახით ჯეროდის მისაცემა. თქვენთვის ფაქტებზე გარემოებებზე დაისამართლოთ და მიაწოდოთ სასამართლოს ინფორმაცია. სანამ უშუალო საქმესთან დაკავშირებით განსხვავებით შეკითხვებს, ანკეტური გითხრათ თქვენი სამუშაო ამსახვაში და მიაწოდოთ სასამართლოს ინფორმაცია. ხო, როგორც აღნიშნე, მუშაობ აჯარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის გამოფენების ექსპერტად. ამ თანამდებობაზე უკვე მეექვსე წელი. ექსპერტად 6 წლის სტაჟი. მანამდეც ექსპერტიზის ბიუროში მუშაობდი, პრაქტიკას გავუწევდი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რეზიდენტურის სერტიფიკატ ფარგლებში. რომელი წელი? 2014 წლიდან. თქვენ ჩაკეტებული გაქვთ აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რომ დავიწყოთ, ახლა თანმიმდევრობა, ვის საფუძველზე ჩაატარეთ ექსპერტიზა და ვის ჩაუტარეთ ეს ექსპერტიზა და რა სახის ექსპერტიზა ჩაატარეთ? კი ბატონო, მოგახსენებთ. 2025 წლის 12 იანვარს აჯარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის გამგეობის უსუქაფის შეაშლის ადგილების საფუძველზე დაინიშნა მოქალაქე ირაკლი გებუაძის და მოქალაქე ზია ამაღლობელის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. კერძოდ ჩატარდა აღნიშნული პირების დაზიანების არსებობის და დაზიანების არსებობის იმყენებელი საგნის ხანდაზმულობის და სიმძიმის ხარისხის დადგენა ვიზუალურად. თითოეულ ექსპერტიზაზე მოგახსენებთ ცალ-ცალკე 2025 წლის 12 იანვარს მოქალაქე ირაკლი გებუაძე ჩემს წინაშე წარმოდგენილი პირადად ექსპერტიზა დაიწყო აღნიშნულ დღეს 14 საათსა და 24 წუთზე. ჩატარდა აღნიშნული პიროვნების სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად. ის საფუძველზეც გაიცვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ირაკლი გებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუხარა მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე იმავე დღესვე 2025 წლის 12
იანვარს 15 საათსა და 24 წუთზე ჩემს წინაშე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე მზია მაღლობელი, რომელსაც ასევე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. კერძოდ დათვალიერდა მზია მაღლობელის სხეული ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია მაღლობელს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა ფრის არეში აღენიშნებოდა სისხლისღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე ულავის საკის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხალის ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოში მითითებულ თარიღს. ეს ახლა დასკვნით ნაწილი. ეხლა მოდით თავიდან დავიწყოთ ირაკის გემოვაცისთან დაკავშირებით შეგეკითხებით. გაესაუბრეთ თუ არა, მას რატო გახდა საჭირო ექსპერტიზის ჩატარება ამისთვის? და რატო გამოდენილი ეს პიროვნება თქვენ? კი ბატონო. როდესაც უშუალოდ ჩემს წინაშე ხდება გამოცდის შესამოწმებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანამნეზის შეკრება, ასე ვთქვათ, ვეკითხებით უშუალოდ საქმის გარემოებას. შესამოწმებლის გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმა კაბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესამოწმებელმა პირმა მე გადმოუცა პირადად. შესაბამისად სად მოხდა ეს ფაქტი? არა, კონკრეტულად ჩემ მხრიდან არა ყოფილა. კონკრეტულად რაც გადმოცა ის ყველას. ვიზუალურად როგორ იყო ეს რომ მიყვანეს თქვენთან? ვიზუალურად რაც გულისხმობდა. აი რა ეს ისეთი ან როგორ თქვა ისეთი ასახავდი თუ არა დასკვნით. სიცოცხლეზე მეკითხები. ხო, სიცოცხლე ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების აი ობიექტური ნიშანი, შესაბამისად გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ პერიოდში იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიცოცხლე, მართალი გითხრათ არ მახსოვს. რომ ყოფილიყო არ ამგონია რომ იმეთითა დასკვნაში, რადგანაც ეს უშუალოდ სიცოცხლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. აი, ეს თქვენ გასაგებია რომ რეკორდს სიცოცხლე ამას არ ასახავს. ხო, კი ბატონო, როგორ? კი, მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს. სიცოცხლე რადგან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად ის ჩემი შეფასების საგანი არ არის. თქვენ აღნიშნეთ, რომ ტილს აღნიშნავდა, რომ მიუთითა რის გამო ჰქონდა ეს ტილების აღნიშნა. არა, კონკრეტულად ის გამოხონდა, არ ვიცი. სამიუთითა როცა ჰქონდა. კი ბატონო, შესამოწმებელი როცა უშუალოდ ვამოწმებდი შეექსპერტიზის დროს, შესამოწმებელი პირი უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. კონკრეტულად ფაქტთან მიუთითებ, ანუ უკავშირებდა თუ არა ეს ჩემთვის არ არის. ეხლა რა მაინტერესებს? აი თქვენ ვიდეოც გაჩვენებთ შემდეგ ჩვენ. შეგიძლიათ თუ არა თქვენ აღნიშნეთ თქვენ ვიკითხეთ ამერიკის მუშაობის სტაჟი გამოსილება ან დაკავშირებით მაგდონალდს შეგხვდები რომ ნახოთ აღი სადაც ხდება ფიზიკური ძალადობა კონკრეტულ პირზე ამავდროულად ვინან გასაგებია ინფორმაციას თქვენ შეგიძლიათ იმის განმარტებას სასამართლოს რომ აი ამ ფაქტიდან გამომდინარე განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი კონკრეტულად დაზიანებული. პატიმრობს ამის მეთოდი. ეს პასუხად განვიდება აქვს როგორც ასეთი მეთოდი არის, რომ შეიძლება ამის აქტმა და შედეგში იწოდება სასამართლოს ინფორმაციის ვაი. ეს მოყვა რომ ტკივილი განიცადა კონკრეტულად შებატონო, დაცვის ხარისხს დიახ, განვიდება აქვს აკითხვის ქალბატონო მოსამართლე, იმიტომ რომ ექსპერტიზის დადგენილების საგანი ეს არ ყოფილა. ანუ ამ საკითხზე ბატონო ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია, არანაირი არც გამოძიებას დაუსვამს ეს კითხვა და ექსპერტი სასამართლოზე იკითხება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც არ გასცა საექსპერტო დასკვნა. ეს საკითხები მას არ უკვლევია. და ეხლა ერთი შეფასებელი სასამართლოს ნებავთ რაიმის შეფასება ბატონო შოთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს მოწვეული ესპექტი, რომელსაც აქვს საკმაოდ გამოცდილება და ჟიურისტის ამ შეფასებასთან დაკავშირებით მან გაუწეს კომპეტენტური პასუხი და სწორედ ამიტომ
ჩავშვა ჩემგან ეს შეკითხვა თავად დაცვის ხარისხს უნდა აინტერესებდეს დაწუნებული ვარ საქმის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით რომ მივიღოთ ექსპერტისგან პროფესიონალისგან ამ შეკითხვაზე პასუხი. უპასუხებ კიდევ. ხალბატონო მოსამართლე, ჩვენ საერთოდაც არ ვიცით ექსპერტს აქვს თუ არა ამ ტკივილთან, ტკივილის მენეჯმენტთან საერთოდ რა კვალიფიკაციის ექიმია მე ისაც ვერ გავიგებ, მაგრამ თუ ეს კითხვები აინტერესებდა გამოძიებას, ექსპერტი ყოველ შემთხვევაში სასამართლოში იკითხება იმ საკითხების გარშემო, რაზეც მან აწარმოა კვლევა. ეს საკითხები მას არ უკვლევია. ამიტომ ამ საკითხებზე შეგასაბამებულია შემდეგი შეკითხვა დასვა. კანდიდატები. ჩვენ ასევე ექსპერტიზა ჩაატარეთ ზიანაყოფილ. აი ანალოგიურად დაინტერესებს ჩვენ მუთითებს დაზიანებაზე, ზადმეიღო ავითარებაში კიდევ შეკითხვები და რა განმარტებები გააკეთა აბსოლუტურად. ბატონო მოახსენე. უშუალოდ შემოწმების დროს ექსპერტიზისას შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს თავის თებში შეხვდა შემოწმის დროს წააქციეს, ასევე უცნობმა პირმა მხრის არეში მოუჭირა ხელი. ზუსტად არ ახსოვს თუ ვინ იყოს. გამოკვლევის დროს კონკრეტული პირების მიმართ აი სამის პრეტენზიები დაზიანებებთან დაკავშირებით სკოლა განმარტავს რა. ჩემს წინაშე აქვს. პირველი თქვენთან წარმოდგენილი რომ ეგოც თუ არის ის პირველი რომელიც წარმოადგენს და მისი წარმოდგენა ირაკლი გემბოაძე წარმოდგენილი იქნა 2025 წლის 12 იანვარს 14 საათსა და 24 წუთზე. ხოლო ქალბატონი ამაყობელი წარმოდგენილი იქნა იმავე დღესვე 15 საათსა და 24 წუთზე. ანუ 1 საათი შეხვდა. ესწრებოდა თუ არა კონკრეტული პირები ესწრებოდნენ თუ არა სასამართლოს ექსპერტიზის ჩატარებას. ქალბატონი ამაყობელი შემთხვევაში ესწრებოდა ადვოკატი პაატა დიასამიძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსუდან ჭახელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ სიცოცხლეს არ ასახავს დასკვნაში. რა ხდება ის, რომ პროდუქტი ვიზუალურად ენახატო ასწლებული თუნდა სახელმწიფოს რატო ხდება ის, რომ ამ დაისახოს ეს თუ რამე ისეთი მითითება არის პროტესტაზე ამ შეკავდა დამახვილეს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ანუ სიცოცხლე, ზოგადად სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. შესაბამისად მე როგორც სამედიცინო ექსპერტი ვაფასებ უშუალოდ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს. შესაბამისად რადგან სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ჩემს მიერ არ იქნა შეფასებული. სიგადასტურებთ, რომ ორივე დასკვნა პრესმიერ გაცემულია და ორივე დასკვნაზე არსებული პრომოცია პრესმიერ არის. რა თქმა უნდა, დიახ, ბატონო. დოკუმენტების ავთენტიკობას. კი ბატონო. შეიძლება რომ გასამედი ცოტა ახლოს ბატონ თორგიაძე სენატოს მიტანის და ბატონო დასკვნაში მითითებული გაქვთ რომ შესამოწმებელი ამაში რა გეგმოზე უჩივის ტკივილს მარჯვენა გულის ნიშარის არაჩა. ბევრი კითხვა ტკივილთან და სიცოცხლესთან დაკავშირებით, თუმცა გვინდა რომ გარკვეული ინფორმაცია პროფესიონალისგან მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რომ საინტერესო საკითხი არის ჩვენთვის, რომ არც სხვადასხვაობას იწვევს. ნახეთ რა მაინტერესებს თქვენ როგორც ექსპერტს, როდესაც მიიღეთ ეს ინფორმაცია ირაკლი გემბოაძისგან, გაქვთ თუ არა კომპეტენცია ისა, რომ აი დღეს სასამართლოს წინაშე განმარტოთ და დაადასტუროთ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მის მიერ გადმოსებული ინფორმაცია. თქვათ, შესაძლებელი თუ არა, კონკრეტულმა პირმა შესაძლებელია არასწორი ინფორმაცია გამოგცეთ ის ტკივილთან და შეგრძნებასთან დაკავშირებით და თქვენ ამ კუთხით რაიმე პროფესიონალური პოზიცია თქვენი სოლის და გამოცდილებიდან გამომდინარე თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგიძლიათ თუ არა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტოთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული საერთო კვლევის ფარგლებიდან გამომდინარე გეკითხეთ და ამ საკითხზე რომ თქვენი განმარტებები მოუსმინოთ. ან ხურის ბიჟარასთან დაკავშირებით ხო კი დიახ ან ეს პერიოდი დასკვნაში შემიძლია
კონკრეტულად ამ მონაცემებთან დაკავშირებით მეკითხებით, ანუ კონკრეტულად ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ანუ შესამართლებელი პირი აღნიშნულ შემთხვევაში ბატონ ირაკლი გიყვაძე, როდესაც ტარდებოდა ექსპერტიზა, უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. ანუ რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა თქვენ განმარტეთ მანაც რომ ეს აგიცი ეს უკავშირდებოდა თუ არა ამ ფაქტს მას ალბათ თქვენთვის რომ წინადით რომ ფიზიკური შეურაცხყოფიერება და ამის გამოთქმული ეს განკუთვნილ არის მაგრამ რეალურად ნამდვილი იყო თუ არა შეიძლება ქონდა თუ არა ნამდვილად ტკივილის ამ საკითხთან დაკავშირებით გახდა კონფერენცია და სასამართლო განმარტებები გაუქმდა ამ საკითხთან დაკავშირებით რადგან ტკივილის მცნება, ასე ვთქვათ, არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, შესაბამისად ტკივილი არის, ასე ვთქვათ, სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად როგორც სამედიცინო ექსპერტი, მისი შეფასების, ასე ვთქვათ, კომპეტენცია მე არ გამაჩნია. შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერც ვარყოფთ და ვერც დავადასტურებთ აღნიშნული პიროვნება, რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ამ ტკივილთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს გასაგები არის, რომ არ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, რადგან წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად არც წარსულში და არც უშუალოდ იმ მომენტში, როცა ეს გადმოუცა. თქვენ ასეთ არც უშუალოდ იმ მომენტში და კი, რადგან ეს ტკივილის მცნება არ არის, ასე ვთქვათ, სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია, რადგან ის არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად ჩემი კვლევის, ასე ვთქვათ, სფერო ვერ იქნება. შესაბამისად ტკივილს მე ვერ შევამასებ, როგორც სამედიცინო ექსპერტი. თუმცა, მაგალითად, აშკარა გარემოებები იქნება წარმოდგენილი თქვენს წინაშე, რადგან ასეთ რომ ვერც იმ მომენტში ვერ შევაფასებთ. აი, უშუალოდ ვერ გახდით, მაგალითად, ძალადობის ხილველი, ამ უშუალოდ აშკარა კადრები ნახოთ ძალიან მაღალი ხარისხით და დაზიანებები იყოს თვალხილული მაგალითად. ამ შემთხვევაში თუ შეგიძლიათ ამ გარემოების შეფასება. არ შემიძლია, უშუალოდ ტკივილის შეფასება მე არ შემიძლია, რადგანაც ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, სუბიექტური ცნება, ემოციური, ასე ვთქვათ, ცნება, რომლის შეფასება ცდება სასამართლო ექსპერტის კომპეტენციას. არ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რახან ეს გარემოება თქვენი შეფასების საგანი არ არის, რა არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის ობიექტი? სასამართლო სამედიცინო ამ კითხვაზეც ასევე ეს არ არის კვლევის საგანი ამ წუთას ტკივილი არის თუ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის ობიექტი ეს კითხვა ექსპერტთან არ ყოფილა არ შეუსწავლია აბსოლუტურად არ არის მისი კვლევის ობიექტი და გაწმენდით ერთ მარტივი საკითხი არ არის ერთი კითხვა პასუხით ეს საკითხი არ იყვება ამიტომ ხო მის კვლევასთან ამას საერთო არაფერი არ აქვს კი ბატონო უშუალოდ ამ საკითხს ახლა უკვე გასაპასუხი მიუთან რამდენად არის მისი კომპეტენცია და რატომ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა აქედან გამომდინარე დაცვის ხარეს ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ გარკვეული კვლევები ექსპერტიზა აქვს დანიშნული ხო მოწმეარი გამოკითხული ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე შეფასებული აქვს ეს გარემოება და აქედან გამომდინარე და დაცვის ხარი მარერთხელ განმარტებულ ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კატეგორია ფიზიკური კრივილიო და აქ მოვისმინეთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისგან რომ საერთოდ არ არის შეგრძნება ადამიანის შეგრძნება რაც გრძნობს რაღაც ვითარებაში სამედიცინო კვლევის ობიექტი ხო მოვისმინეთ ეს ექსპერტიზიდან ჩვენ და ეხლა უფრო დეტალიზებულად მაინტერესებს და განმარტებები რომ გავიკეთოთ იმიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის და იმ ჩვენებიდან გამომდინარეობს რა ჩვენებას ექსპერტმა მოგწონს შემდგომ რომ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს თუნდაც დაცვის ხარისხი დაისხო დასწრის სიტყვაში რაღაც კითხვის ნიშნები მინდა რომ ეს საკითხი ამოწურდავად ვიმგოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სწორედ ამიტომ ვეკითხები სასამართლო სამედიცინო კვლევის ობიექტი კვლევის საგანი რა არის რას იხდებს ეს მეცნიერების ეს დარგი და ამაზე უნებრივია პასუხი ყველასთვის არის საინტერესო. ვინაიდან ეს საკითხი სადავოდ არის გამხდარი, ხო? მეთანხმებით ხო? პროკურორი მოსამართლე, ესე კითხვა ესე გავიგე, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანი რა შეიძლება იყოს, ხო? სასამართლო სამედიცინო ხო, ამ დარგის და კითხვა როგორი ფართოა, ხედავთ, ანუ როგორ უნდა ვიპასუხოთ სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაზიანებები, ხო? სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის ეხლა ტკივილ არ მინდა ვისაუბრო, ტკივილი ახლავს სხვადასხვა დაზიანებებს და დიახ. ამიტომ ეს ზოგადი კითხვა, რომელიც ასევე მისი კვლევის საგანი არ ყოფილა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ზოგადად რას იკვლევს. ეს მთელი სამედიცინო თეორია, ასე ვთქვათ რა. ამაზე ექსპერტის პასუხი ვერ იქნება კვალიფიციური და კიდევ ამბობ, მისი კვლევის საგანი ეგ არ ყოფილა. მაშინ გამოძიებას დაესვა მისთვის კითხვა, რას იკვლევს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ჩვენ ვნახავთ, რაზე დაყრდნობით გამოიკვლია ექსპერტიზა ბატონმა ექსპერტმა ეს, რა დაეკვნო, რა გამოცემებს ეკნობა, რა სამეცნიერო შრომებს ეყო, რა რეგულაციებს ეკნობა და ასე შემდეგ. ეს კითხვა არის ნება გამოძიების თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მსგავსი კითხვები გამოძიების ტრადიცია არის როდესაც სასამართლოში პროფესიონალი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი თქვენ ამბობთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი არ არის კომპეტენტური სასამართლოს განმარტოს რა არის სასამართლო სამედიცინო კვლევის საგანი და ობიექტი. კაი, შეკითხვა არ არის განსხვავებული უპასუხოს ბატონი. კი ბატონო, მე შემიძლია განმარტო უშუალოდ ჩემს მოვალეობაში რა შედის როგორც სამედიცინო ექსპერტი. კი ბატონო, ჩემს მოვალეობაში შედის ცოცხალპირთა ექსპერტიზა, ასევე გვამების გამოკვლევა. ცოცხალპირთა ზოგადად ეს კონკრეტულად დაზიანების არსებობა, მათი უყენებელი საგნის განსაზღვრა, ხანდაზმულობის განსაზღვრა, სიმძიმის ხარისხის შეფასება, ასევე გვამების ექსპერტიზაში სიკვდილის მიზეზის დადგენა, სიკვდილის ხანდაზმულობის დადგენა, ასევე ამ ყველაფერზე დამოკიდებული ამ ყველაფერით ასევე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა რომ დადგეს ზემოაღნიშნული საკითხების მადლობა ძალიან დიდი ბატონი კიდევ ერთი ესე შეკითხვა მექნება მე მინდა ბატონო სამხედრო დოკუმენტი წარუდგინო მოწმეს საქმეზე აქტული ბრალდების წარმოქმნის მიცემულობა არის ეს არის 2025 წლის 14 იანვარს შედგენილი რუბრიკი ბრალდების დაწესებულებაში შემოსახლებისას დაზიანების აღმოჩენის თაობას. მე წავიკითხავ ამ დოკუმენტის რაღაც მონაკვეთს ბატონო ზია როცა შემოწმდა მედიცინურ დაწესებულებაში შედგა შესაბამისი რუბრიკი სადაც აღნიშნული არის რომ ბრალდების აღნიშნებოდა დაზიანებები კერძოდ მარცხენა ხელზე მტრის არქიტექტურის მუდმივობის მოუჯო მოხიტავო ფერის სისხლაჟეთი აგრეთვე სისხლაჟეთი აღინიშნება მარჯვენა მტრის არეში და ბუნკერის არეში მარცხენა მხარეს აღინიშნება ორი მცირე ზომის მოუჯო მოხიტავო ფერის სისხლაჟეთი. ნუ ცხადი ხდება ეს თქვენს მიგაცემული დასკვნიდან რომ ეს მარცხენა ხელზე მტრის არეში არსებული ზოგი დაზიანება დასკვნაში არის ასახული და მისი ხარისხის ტარგეტი. მე მაინტერესებს აი ამ დაზიანებებზე რაც აქ არის მითითებული ერთ შემთხვევაში მარჯვენა მხრის არეში დახასიათებულია ეს დაზიანება როგორც სისხლაჟეთი და მისი ფერი არ არის მითითებული და ასევე ბუნკერის არეში მარცხენა მხარეს აქაც დახასიათებულია ეს დაზიანება როგორც სისხლაჟეთი და მითითებულია რომ ეს არის მოლურჯო მოხვითავო ფერის არის მცირე ზომის. აი ამ დაზიანებასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენ რომ შეგვიფასოთ ამ შემთხვევაში ამ დაზიანებასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ განმარტოთ ხანდაზმულობასთან მიმართებით და ხარისხთან მიმართებით ზოგადად ამ კონკრეტული დაზიანების აღწერილობიდან გამომდინარე. არ მიდევარ. ამ წუთას პროკურორმა წაუკითხა იმ დოკუმენტიდან ექსპერტს ასე ვთქვათ ამონარიდი, რომელიც მას თვალით არ უნახავს, რომელიც შეადგინა სასჯელ აღსრულების დაწესებულება. არც ეს დაზიანებები უნახავს თვალით და კითხვა დაისვა ასე, რომ თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ის რაც შენ თვალით არ გინახავსო, არც იმ დოკუმენტში რო წერია, არც ის რო არ გინახავს თვალითო, ამის ხანდაზე რამდენად შეესაბამებოდა ის დაზიანება ამასო და ამიტომ ამ კითხვასთან დაკავშირებით რანაირად თვალით არ უნახავს ამ ადამიანს. არც ის დაზიანებები მზიაზე, თუ არა მაშინ აქ ასახავდა და არც ის დოკუმენტი არ უნახავს თვალით და როგორ უნდა იმსჯელოს ხანდაზე. შეიძლება თქვენ ახავით წინა პროცესებში გამომძიებას ვეკითხებოდ თუ არასრულყოფილა დაკარებულა ექსპერტიზის დოკუმენტებს რომ იქებდო და ექსპერტს არ უგზავნიდო და რო გვაბრალებით არასრულყოფილი გამომძიება თქვენ არ გიგით ამას შესაბამისად წარმოდგენილია ექსპერტი დართულია საქმეზე
კონკრეტული დოკუმენტი და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია თუ შეუძლია რომ მოგვაწოდოს ზოგადად, აი ამ ზოგადად იცით თქვენ ძალიან კარგად, რომ ფერს და სახელწოდებას და როგორ არის დახასიათებული ექიმის მიერ სამედიცინო დოკუმენტში კონკრეტული დაზიანება, მნიშვნელობა შეიძლება კონდეს სასამართლო სამედიცინო კვლევის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ ექსპერტისგან და ამ კითხვაზე ხა აკეთებთ განრიდებაზე. თუ რამე შეუძლია ექსპერტს, მგონი, თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რომ თქვენ თვითონ აყენებთ ამ საკითხს ღირს წესრიგში და შესაბამისად ერთადერთი რაც გვაქვს, ეს ოქმიანის მხოლოდ აქ არის აქცენტი, ეს შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ამას ვკითხულობთ და სხვა რამეს არ ვკითხულობთ, და თვალით არ უნახავს რა ვკითხულობთ. წერია კონკრეტულ დოკუმენტში და მე ვეკითხები ზოგადად აი ამ ფერის და ამ ხასიათის დაზიანებასთან დაკავშირებით რა შეუძლია განმარტოს და რა ვიცი ხა ამაში დასამალი და განსარიდებელი არაფერი შეიძლება ვთქვათ, ანუ დასამალი და განსარიდებელი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ პროკურორსაც კარგად მოეცანება, რომ ანუ ექსპერტი კი არის სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელიც ამ სპეციალური ცოდნის გამოყენებით ექსპერტსაც ატარებს შესაბამისი მეთოდებით. და ეხლა როდესაც ექსპერტი არის მოსული სასამართლო პროცესზე და ეს გარკვეული დოკუმენტაციიდან პროკურორი უკითხავს, რომ ესა და ესეო ამ ფერის დაზიანებები აღენიშნება და ხანდაზმულობა შეესაბამება თუ არაა, მით უმეტეს ამას უსვამთ ექსპერტს, რომელსაც თქვა, რომ წითელი ფერი ობიექტური ნიშანი არ არის, ეს საერთოდ არ ვიცი რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ კითხვას. თუ თქვენ დაინტერესებული ყავით ამ დაზიანებებით, როდესაც ბიზნესში ასახავს, შეგეძლოთ თქვენ დაინტერესებული ამ საკითხის განვითარების საგანში დავუშვათ. ანუ ჩვენ არ ამიტომ საბაგდებივად თქვენ კანდიდატის საგანებას გახსოვთ. ანუ წითელი ფერი არ ეთქავს ერთი სიცოცხლე. კი ბატონო. ხო, კითხვა მაგაზე ჩვენ. გავიდეს ბატონო ჯუმბა შეკითხვა განმარტებულია ბატონო თონიკა შემდეგ შეკითხვა შეგიძლიათ დასრულოთ. კი ბატონო. დაცვის მხარეს 1 საათი. მადლობა მოგესალმებით. ესეთი კითხვა მაქვს თავში. ანუ თქვენ პრინციპში მადლობა ბატონ პროკურორს ამ კითხვისთვის და თქვენ თქვენ დასკვნაში მითითებული გაქვთ, რომ ბატონი ბრებუაძე მიუთითებდა რაღაცა ყურუწყივილს პურის ასე ვთქვათ ნიჟარაში და თქვენ თქვით, რომ ეს მიუთითებდა. ხო, ის მხოლოდ ისე გადმოცემით. ანუ ჩემი კითხვა ასეთია. ბატონი ბრებუაძე რომ სიმულირებდეს და სულ რომ იტყუებოდეს, რომ ლოყა ეთკინა, რომ ყური ეთკინა, რომ თავი ეთკინა და რო არ ვიცი რა ეთკინა კიდე, რომ სიმულირებდეს ამის გამოცნობის რაიმე მეთოდი არ აქვს. არა, როგორც სამედიცინო ექსპერტი კონკრეტულად. ანუ მას შეუძლია სიმულირებდეს. ეს არის სუბიექტური გაშება ერთნაირია. სიმულაცია თუ მართლაც ტკივა, ხო? ხო, ანუ ოღონდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვთქვათ. არა, თქვენ ვერ ხვდებით. მე ნამდვილად ანუ შეიძლება სიმულირებდეს, კი ბატონო, დაშვება ერთი და იგივეა და შეიძლება არ სიმულირებდეს. მადლობა. ეხლა თქვენ და ამ სიცოცხლესთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი მაინც ვერ მივიღე. სიცოცხლეო ჩემი სფერო არ არის, მაგრამ ბატონი ბრებუაძე თქვენთან მოყვანილი იყო მეორე დღეს შუა დღის 2 საათზე. კი ბატონო. 3 წუთებზე. კი ბატონო. ეხლა თქვენ სამედიცინო განათლებით ექსპერტი ხართ. ანუ სადღაც თეორიის დონეზე მაინც დასაშვებად მიგაჩნიათ სიცოცხლეზე ისე ისაუბრეთ, რომ თქონოდაო, არა უწერდიო მეო და 12 საათის მერე გაულაწუნეს წინაღამეს. სახეზე 12 საათის მერე ბატონ ბრებუაძეს, ანუ ჩვენ დაუშვათ, რომ შესაძლებელია სახეზე სიცოცხლე ქონდა და თქვენ ეს არ აღნიშნეთ. 12 საათის მერე შესაძლებელია ქონოდა სიცოცხლე. ანუ სიცოცხლე მეც მაქვს ახლა ალბათ სახეზე, რომ ხელი არავის არ გავუწყავს, ხო? ანუ საუბარია და ხო, ანუ სიცოცხლე მე ვერ შევაფასებ, ხო? ეს ლოგიკურად მარტივი ის არის პასუხი. სიცოცხლე რადგან არ არის ჩემი სასამართლო ექსპერტიზის ასე ვთქვათ განხილვის საგანი, რადგან არ არის სიცოცხლე დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად არ იქნა მაგრამ ცალილობა ქონდა თუ არ ქონდა, მაგაც არ მახსოვს მართალია. ერთად არ გახსოვს. იმიტომ რომ სიცოცხლე არ არის ჩემი შეფასების საგანი. მაგრამ 12 საათის მერე ლოყა წითელი შეიძლებოდა ქონოდა ექსპერტთან. რის გამო?
შემოლაწუნების ხო არის წერად გარემოებები, რომ შემოულაწუნოს. ხო, ვერ გეტყვით, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ვერ ვაფასებ ეს, იმიტომ რომ კომპეტენცია არ მაქვს. ხო, მარტივია, ლოგიკურად. 12 საათი ეხნებოდა თუ არა? ვერ გეტყვით, ნამდვილად. და პრაქტიკაში გქონია შემთხვევა. მე გავაწუნების სპეციალისტი არ არის. კი ბატონო, არა. არ გავაკეთე. კი ბატონო.
ვაგრძელებთ განხილვას შესვენება გამოცხადდეს ტექნიკური ხარისხიდან გამომდინარე ის ავტომატი. მადლობა. ბატონო, შეგიძლიათ ხრის არეში, მაგრამ მაჩვენოთ რა ადგილას ჰქონდა მზიეს დაზიანება ხარზე თუ გახსოვთ. ბატონო, მარცხენა ხრის წინა გარეთ ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედებში. აი ხელზე რომ მაჩვენოთ? კი. აი ხელზე? კი ბატონო. ხრის მიდამო. დიახ. მარცხენა ხრის შუა და ქვედა მესამედები, ან შუა და ქვედა მესამედები დაახლოებით წინა გარეთა. ანუ წინ ნიშნავს რომ ეს ზედაპირი და ოდნავ გარეთ ზედაპირი. მადლობა. ჩემი კითხვა სისხლნაჟღენთების განვითარებას უფრო ინტენსიური ზემოქმედება სჭირდება? რომ განვითარდეს სისხლნაჟღენთი, ანუ სისხლძარღვებზე ზემოქმედება უნდა იყოს ინტენსიური? ინტენსიურობაში რაც გულისხმობთ? ძლიერ. სიძლიერეს გულისხმობთ. დიახ. ანუ სისხლძარღვების განვითარების აუცილებელი პირობა ის არის, რომ კანქვეშას გლიქსოვილებში მოხდეს სისხლის კედლის დაზიანება, საიდანაც გადმოსული სისხლი ჩაიგრება გლიქსოვილებში. მადლობა. თქვენს დასკვნაში აქ ვკითხულობ, რომ ტანსაცმლით დაუფარავს სხვა მიდამოებში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. და ჩამოთვლით ამ ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოები ჩამოთვლით. თავის კისრის ზედა კიდურების მიდამოებს. და ასევე იზოლირებულად დათვალიერდა მარცხენა წინა ხრის მიდამო, ისად ხრის მიდამო, სადაც აღენიშნებოდა მარცხენა ხო, მაგრამ თქვენ უთითებთ, რომ ზედა კიდურების მიდამოებში არ აღენიშნებოდა და ორივე ზედა კიდური დაუთვალიერეთ? კი, აქ ზედა კიდურებში რაც ტანსაცმლით დაუფარავი ნიშნავს, რომ ტანსაცმლით ზედა დაუფარავი. კიდური იანვარში ტანსაცმლით დაუფარავი. აქ ტანსაცმლით დაუფარავი. ხო, ანუ შესაბამისად ის მიდამოები, რაც ტანსაცმლით დაუფარავი იყო მტევანი, სხივმაჯა და ასე შემდეგ. ანუ ამას გული, ანუ თქვენ ხო, ანუ მარჯვენა მხარე არ მინდა ბატონო გასწავლო და ეხლა ბატონმა პროკურორმა რაც გითხრა 14 იანვარს ამ დასკვნა რაც შედგა მის დაზიანებებთან დაკავშირებით საქართველოს დასკვნა არ გინახავთ. არა, დიქსონი. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წარმოქმნილი ექსპერტიზის დასკვნა გაიცა საკმაოდ გვიან. დაინიშნა ერთი თვით ადრე და თვეზე მეტი დაგჭირდა ვიდრე გაიცით დასკვნა. ამ ვადაში გამოძიებას არ გამოუგზავნია, ხო, თქვენთვის სიამაღლობელი სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები. რომ გამოეგზავნა დაზიანებები არ სამედიცინო დოკუმენტაციას გულისხმობს. სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ასახავდა ამ დაზიანებებს, ამას გულისხმობს. რომ გამოეგზავნა გამოძიებას ეს დაზიანებების ამსახველი დოკუმენტაცია ასახავდით ამ დასკვნაში, თქვენ? და თქმა უნდა დაერთვებოდა თან დასკვნას და შესაბამისად აისახებოდა და შეაფასებოდა. რა თქმა უნდა. მადლობა. მე მეკნება რამდენიმე კითხვა. აი უშუალოდ ამ ექსპერტიზის დასკვნაში კითხვა დადგენილებიდან არის გადმოტანილი და ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა არის ესე ფორმულირებული, რომ რა სახის და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები აქვს მიღებული სიამაღლობელს და ანუ მექანიზმი ხანდაზმულობა ეს შემდეგ მეორე კითხვა. თქვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ გარკვეულ ასეთ დაუკარგავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანებებზე რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აი იქ არ გეკითხებიან უშუალოდ თქვენ ობიექტურ ნიშნებს, გეკითხებიან ჯანმრთელობის აი დაზიანება არის თუ არა. აი ეს ობიექტურ ნიშნებზე როდესაც თქვენ მიუთითებთ, მხოლოდ ობიექტურ ნიშნებზე როდესაც მიუთითებთ დასკვნაში. აი საიდან გამომდინარეობს? თუ გინდათ უფრო ვეცდები რომ დავაზუსტო, მაგრამ რას ნიშნავს სუბიექტურს რატო არ მიუთითებთ? თქვენი საქმიანობა მხოლოდ ობიექტურ ნიშნებისკენ არის მიმართული, რაიმე სამსახურებრივი საქმიანობა მხოლოდ ობიექტურ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება არის. და რა რეგულირებს ამას, რომ თქვენ მხოლოდ ობიექტურ ნიშნებიდან მიუთითებთ? რაიმე სამსახურებრივი შინაგანაწესი ხო არ გაქვთ, ან არის შემოშენება? ეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება უშუალოდ წარმოება, როგორ ხდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ბრძანების ნომერს ანუ 2007 წლის ბრძანება არის სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ ბრძანება. 2007 წლის ბრძანება. კი ბატონო. ასევე მიუთითეთ, რომ ეს სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანია და ასევე ტკივილზეც მიუთითეთ, რომ ეს არის მხოლოდ სუბიექტური ნიშანი. ანუ თქვენ ადასტურებთ ესეთ რამეს, რომ ტკივილი ესე როგორც უშუალოდ ეს ცნება მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური კატეგორიით განისაზღვრება და ობიექტური კატეგორია არ არსებობს ზოგადად. მე ვადასტურებ მხოლოდ ერთ რამეს.
ჩემი განხილვის საგანი არის მხოლოდ თქვენი განხილვის საგანი ობიექტური ნიშნები. თორე ზოგადად კივის აქტუალური ზოგადად ვინ იკვლევს ამას მე ვერ გეტყვი. არა, ვინ იკვლევს არა, ობიექტური კრიტერიუმით ფასდება თუ არა, ეს არის. მაშინ ხო, ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის. კი ბატონო, გავიგეთ. ესეც მინდა კითხოთ, რომ კივილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახდა საქმიდან გამომდინარე და ეს სუბიექტური ცნება რომ არის და დაზიანების სუბიექტური ნიშანი, რაღაც არ ხარ შეგიძლიათ მიგვიტითოთ, რომ ჩვენთვის საინტერესოა ეს ამბავი და რა არის დაზიანების სუბიექტური ნიშანი, ობიექტური ნიშანი თქვენი ჩვენებას მოგესალმებით. მარტივი ლოგიკა, ხო? სუბიექტური და ობიექტური ნიშნები ანუ. არა, ეგ მესმის. ეგ ხო, რასაც ხედავთ და ნახავ, ის არის ობიექტური ნიშანი. სიტყვასაც ხედავთ, ჩემი განმოსახედა და ობიექტური სიტყვა უბრალოდ ეხლაც მაქვს, ხო? ალბათ სახელმწიფო. ხო, მაგრამ ადამიანები გამარტყესო და წითელია, მე ობიექტური მგონია და თქვენ რადგან ექსპერტი ხართ, გენდობით. ამიტომ წყარო იქნება. ანუ სიტყვას მრავალი ფაქტორი შეიძლება კონდეს. ემოციური და ასე შემდეგ ტემპერატურა. წყარო ხარ შეგიძლიათ დაიმეთოთ რა არის კივილის როგორი არის დაზიანების სუბიექტური და ობიექტური ნიშნები, რომ შემდგომ ჩვენ გამოვიდეთ. დაზიანების ობიექტური ნიშნები, ანუ შეიძლება ჩამოთვალო რაც არის შესაბამისად კივილი არ არის. დაზიანების ობიექტური ნიშანი არა, ლიტერატურა არის მარტივი ლოგიკით. მარტივი ლოგიკით გვეუბნები. სამეცნიერო როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. მარტივი ლოგიკით გავიგებაში. ანუ თქვენ აღარ გკითხავთ. ამ საკითხს უნდა ხო, ანუ უგნებავ დაამატეთ. კი, ან მე ისე მე ამ საკითხს ეხება და ამატებ. უბრალოდ იცით რა მე იმიტომ გეკითხებ რომ აქ კივილის სიციკლე ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოებია თქვენი ჩვენების გადამოწმების დათმობი ნამდვილად არ ჭირდება მე. ხო, ლიტერატურა მე მაგიტო მაინტერესებს. ლიტერატურა როგორ გითხრათ ამ მე ვიცი რომ მე მაქვს სპეციალური ცოდნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე. შესაბამისად კივილი არ არის ჩემი განხილვის სფეროაზე. ანუ საერთოდ არ ხო, ანუ კივილის შეფასება ჩემგან, ასე თქვა, შეუძლებელია. გადმოვიდა. ბატონო რა არის გავჩეკითხო. გავტონზია ხომ არა გავთმას მასთან შეგეთ. ხელა ხარი პედაგოგი. კი, მექნება კითხვა. თქვენ ახსენეთ სისხლნაჟნეთის განვითარების მექანიზმზე ისაუბრეთ ფაქტობრივად რა პროცესი მიმდინარეობს და აი ვთქვათ იმ ძალის ინტენსივობაზე იყოს საუბარი, რამაც შეიძლება ეს დაზიანების ეს სახე გამოიწვიოს. მე მაინტერესებს სისხლნაჟნეთი როგორც ასეთი დაზიანების რა ხარისხის მიეკუთვნება ზოგადად და სისხლნაჟნეთი ზოგადად თუ არსებობს ესეთი ცნება და კატეგორია შეგვიძლია ამის შეფასება, შეგიძლიათ თქვენ ექსპერტს არასთან მიმართებით და ხანდაზმულობასთან მიმართებით ზოგადად სისხლნაჟნეთი თავზომზია აღნიშნებოდა თუ არა ამას არ ზოგადად ახლა კითხვა იყო განვითარებაზე და ინტენსივობაზე და წარმოქმნის მექანიზმზე, ამიტომ მაინტერესებს როგორი აქვს მას ხარისხი და როგორი აქვს შემიძლია ოვასო. ხო, როგორც მოახსენეთ, სისხლნაჟნეთი არის ბილქსოვილებში სისჩაქცევა, რაც განპირობებულია კანქვეშა ბილქსოვილებში არსებული სისძარღვის კედლის დაზიანებით. ძალაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალის შეფასება რა ძალით ხდება, რა ძალა იწვევს, ასე ვთქვათ, ამ სისჩაქცევის სისხლნაჟნეთის განვითარებას, მე ვერ მოგახსენებთ. მე უშუალოდ ვაფასებ სისხლნაჟნეთის ფაქტს არსებულ სისხლნაჟნეთს. რაც შეეხება სისხლნაჟნეთის განვითარების მექანიზმი, მოგახსენეთ, რაც შეეხება ხანდაზმულობა, სისხლნაჟნეთის ხანდაზმულობის შეფასება ხდება უშუალოდ მისი ფერის ცვლილებით, ასე ვთქვათ. ანუ კანქვეშა ბილქსოვილებში ჩაქცეული სისხლის დაშლის პროდუქტები, ანუ სისხლი იშლება, კანქვეშა ბილქსოვილებში არსებული თავისუფალი სისხლი იშლება და ამ დაშლის დროის გავლასთან ერთად ეს სისხლი, ასე ვთქვათ, ვიტყვი სისხლი, კანქვეშა ჩაქცეული სისხლი იცვლის ფერს. შესაბამისად ის სხვადასხვა ფერით, სხვადასხვა დროის პერიოდში ჩანს სხვადასხვა ფერად. შესაბამისად ხდება ამ ფერის შეფასება და ხანდაზმულობის სწორედ აქედან დადგენა. ამის მიხედვით სისხლნაჟნეთის ფერის მიხედვით ხანდაზმულობას როგორ შეაქვს? ხო, კი ბატონო. აქაც ცალსახა პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვთქვათ, რა სიგმეზეა სისჩაქცევა, რა ლოკალიზაციაზეა. ზოგადად ძირითად შემთხვევაში ასე ვიტყვი, რომ ეს თავიდან არის მოისპრო მოწითალო ფერის, შემდეგ გადადის უფრო ლურჯო ფერის, შემდეგ მომწვანო ფერის და ბოლოს ყვითელი ფერი და ბოლოს მთლიანად ალაგდება, ასე ვთქვათ. აი ამ ფერების შეფასებით ხდება ხანდაზმულობის შეგიძლიათ გითხრათ
დაახლოებით, ესე ვთქვათ, კონკრეტულად რამდენი საათი და ის შეუძლია დღეების მიხედვით რა საინტერესო. ხო, ვთქვათ, მოცითალო მოისპრო 1-3 დღე, ასე ვთქვათ, მოლურჯო, უკი უფრო სწორად უკვე მოლურჯო, მომწონოფერი, ასე ვთქვათ, 4-7 დღე უხეშად თუ იტყვი. მომწონო მოყვითალო, შემდეგ 1 კვირის შემდეგ და ბოლოს მოყვითალო 9 დღეც შეიძლება ასე ვთქვათ. და ხარისხთან დაკავშირებით? ხარისხი ყოველთვის ცალსახად, თუმცა მხოლოდ ცისნაჟვენზეა საუბარი. ცალსახად ეს არის მსუბუქი ხარისხი მოშლის გარეშე. ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სადაც გვება ცისნაჟვენთი, ყოველთვის არის ეს ხარისხი და სალკი კონკრეტულად სალკი აღებულ ცისნაჟვენთს. ყოველ ცისნაჟვენთს. კი ბატონო. ფერების მიხედვით. ფერებს ამ შემთხვევაში ხარისხთან არანაირი ხარისხთან და ხანდაზმულობასთან. ხანდაზმულობასთან ისაუბრეთ ამის მიხედვით ფასდება. თუმცა უფრო სიღრმისეულად რო შეაფასოთ ეს საკითხი, აუცილებელია ზომები იცოდეთ. ხო, ამ ის როგორც მე მივხვდი, ზომებზე არა, უფრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხანდაზმულობის დასადგენად. კი ბატონო. მადლობა. და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ წერავთ ძალიან, რომ მხოლოდ მარცხენა ხელი კლავის ხარის არის დაახლოებით კაპიტალიზაციის შემთხვევაში და მარჯვენა მხარე დაგიქვალიერებთ. რატომ არ დააკვირდეთ ხარს რომელიც დასაწყისია? კი ბატონო, ზოგადად როდესაც ჩვენთან მოდის შესამოსწავლებელი პირი, ესე ექსპერტიზა გულისხმობს, რომ მოხდეს სხეულის დათვალიერება ვიზუალურად მასზე არსებული დაზიანებების არსებობის შეფასება, ასე ვთქვათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ზოგადად ხდება სხეულის გარეგნული დათვალიერება ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში. შემდეგ შესამოწმების თანხმობით ხდება უშუალოდ მითითება კონკრეტული დაზიანების არსებობა არ არსებობის შემთხვევაში კონკრეტული მიდამოს. შეიძლება შესამოწმება გადმოგცეს, რომ შეიძლება მაქვს დაზიანება თქვა ცალკეულობაში, მაგრამ უარი განაცხადოს ტანსაცმლის გაფრთაზებაში მე ვერ შევაფასებ, რომ გქონდეს იმის შემთხვევაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა გარეგნულად სხეულის დათვალიერება, მოხდა მხოლოდ მარცხენა ხის მიდამოს დათვალიერება და ასევე დათვალიერდა ტანსაცმლის დაუფარებ მიდამოებს. ამ მიდამოებში სადაც ნახებდა დაზიანება, ის მითითებული იქნა დასკვნაში. კი ბატონო, და აი მარჯვენა მხარე პარკინგები მაგალითად. ხო, არა, კონკრეტულ შემთხვევაში დაათვალიერეთ. ხო, კი ბატონო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რადგან ტანსაცმლის გაფრთაზება ესე ვთქვათ, იმ მოტივით, რომ დაზიანებების სხვა მიდამოებში არ ქონდა ქალბატონს და ტანსაცმლის გაფრთაზება არ განაცხადა, შესაბამისად ძალით მე ვერ გავხდიოს. ხო, ანუ შესამოწმებელი პირია დამოკიდებული ის ამოწმება. რა თქმა უნდა, და ეს ნებაყოფლობით ისევე პროცესი. ნებაყოფლობით ხდება ეს შემოწმება. კი ბატონო, აი ეს გამაინტერესებს. აი ეს ორი სისხლნაჟვენთი რაც აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ძალაში. ეს ანუ ჯერ ხაბატონომზე მითხრათ აღენიშნებოდა და შემდეგ დაათვალიერეთ თუ თქვენი სურვილი დაიწყეთ ამ მარცხენა მხარის. არა, ჩემი სურვილი ანუ რა თქმა უნდა მითითებული იქნა რომ აღნიშნულ მიდამოზე რადგანაც ტკივილს აღნიშნავდა გაბატონი იმ მომენტშიც კი ბატონო გადმოხსნა რომ აღნიშნავდა ტკივილს და შესაბამისად დათვალიერდა კონკრეტულად ეს რომ მან განაცხადა რომ არ გააჩნდა ხო დაზიანებები დაგაკეთე შეკითხვა მადლობა კი ბატონო ის მეტად სხვა სამკითხებიდან დიახ ამ კითხვებიდან გამომდინარე ანუ მე მინდა დავესუსტო თქვენმა მას შესთავაზეთ ეთქვა რა მოვიხსნათ თქვენს საძაში საცდიოდა ხო თუ რა სტიოდა არა მე ეჩვენებინა სტიოდა არა ეჩვენებინა სათვალე მოვიხსნათ თქვენს საძაში გამოგცემთ თქვენ მას შესთავაზეთ რომ ანუ სტიოდა და მტკივარი ადგილი არა მე მკითხე ჩივილები რა თქმა უნდა გადმოცა ქალბატონაზეამ რომ მტკივილს განიცდიდა მარცხენა მხრის მიდამოში ამიტომ დაუთვალიერე. არა, მე პირადად არ მას შევთავაზე რომ ეჩვენებინა აღნიშნული მიდამო. ეხლა უფრო მეტი სიზუსტი. თქვენ შესთავაზეთ რომ სხვა ადგილებიც ეჩვენებინა და არ გაჩვენათ? არა, ჩემგან რა თქმა უნდა, ანუ დასასრულის გაფრთაზე რა თქმა უნდა, თუც მასწავლებელი ქონდა, ეჩვენებინა რა თქმა უნდა. ეს მოიცავს ასე ვთქვათ ექსპერტიზის კი რა. კი ბატონო. ჩემი კითხვა, ზოგადად ფერებზე საუბრობთ რა მედიცინა ესეთი ზუსტი მეცნიერებაა რომ შეუძლია არა მედიცინა ზუსტი მეცნიერებაა დღეების სიზუსტით ვერ განსაზღვრავს დღეს მიიღო და დაურჯერა კი ბატონო კი ბატონო
გარდა ამისა, ინდივიდუალური თუა ეს, ანუ კანი, სტრუქტურა, ფერი, აგებულება, ანუ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად ვითარდება და სხვადასხვანაირად ქრება, ხო? ასეა? სხვადასხვა დრო ჭირდება ალაგებას. დიახ. ხო, ანუ მე ხანდაზმულობას ჩემი არის იმაში, რომ ხანდაზმულობით კონკრეტულ დღეს არ ეწინააღმდეგება. ანუ ეს იმას თქვენი დასკვნა ეს ხო, არის, დიახ. ხო, ანუ მე ზუსტად ხო. წინააღმდეგობაში არ მოდის კონკრეტულად ის დაზირება, რაც მე ვნახე იმ კონკრეტულ დღეს. მადლობა. მეტი კითხვა არა. დავასრულეთ დაწესებამ. მადლობა ბატონო გამოცხადებისთვის, პირობას ვისურვებ გამარჯვება. კარგად გასცემ. დიახ, ისეთი მოწმეთ ეს არ ხავს რადგანელი, თუმცა ასაკის ფიცებულებას გამომიგდო. აა